ამას თქვენც ხედავთ აი ამ პატარა ბუსუსებს, რომელიც არის მთლიანად მთელს თავზე. ეს არის იმედი იმისა, რომ ერთ დღეს ისევ მექნება ძალიან სქელი თუ არა ნორმალური სისქის თმა. რა თქმა უნდა, მშობიარობის შემდგომ ენა რაოდენობით თმა გამცვიდა და ორი ღერი დამრჩა, ვერანაირ სტილს ვეღარ ვიხდენდი და არაფერმა არ უშველა. ამიტომ თუ ეხლა ამ პროცესში ხართ ხალხო, არ დაისტრესოთ, ეს აუცილებლად შეჩერდება, მაგრამ არც ფული არ დახარჯოთ არაფერზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი და აუცილებლად მოხდება. რაც არ უნდა ვიტამინები შევოთ, რაც არ უნდა შამპუნები ცვლოთ, რაც არ უნდა იზილოთ თმაში, მაინც გასაცვენი გაგჭირდებათ. ზუსტად 6 თვის რომ გახდა მატილდა, თითქოს ერთიანად შემიჩერდა თმის ცვენა. 5 თვე-ნახევრიდანაც კი. ამიტომ ვინც ამ პროცესს ეხლა გადიხართ, არავითარ შემთხვევაში არ დაიძრგუნოთ და არ დაისტრესოთ, აუცილებლად შეჩერდება ეს ყველაფერი და ისევ დაგიბრუნდებათ თქვენი ლამაზი და სქელი თმა. აი 5 თვე-ნახევრიდან დაიწყო ბევრად შემცირდა ცვენა და 6 თვეზე მთლიანად შეწყდა. და ეხლა არის მატილდა უკვე 6 თვე-ნახევრის და აგერ უკვე წამოიჩიტნენ პატარა თმუკები, რომელიც ერთი სული მოხსოვდეს გაიზარდება და დაეწევა დანარჩენ სიგრძეს, რომ უკვე სისქე შეემჩნეს ჩემს თმას. ძალიან მიხარია. ეს არის ქალისთვის ძალიან დიდი დეპრესია ზოგადად თმის ცვენა გარდა იმ ყველაფრისა, რაც ხდება ქალის ორგანიზმში, მთელი ეს ცვლილებები, ამას კიდე ემატება ესეთი დიდი რაოდენობით თმის ცვენა და აღარ მინდოდა ყოველდღე, აღარ მინდოდა თმის დაბანა, იმიტომ რომ ყოველი დაბანის შემდეგ, არ ვიცი, სურათიც კი მაქვს გადაღებული და მე რომ უნდა გაჩვენოთ, რა რაოდენობის ღერები მციოდა თმიდან და ძალიან მიხარია, რომ დასრულდა როგორც იქნა.